რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში FM 98.5-ზე. მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი. დღეს ორშაბათია, 10 თებერვალი და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. 14 საათი და 12 წუთია თბილისის დროით და შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონის ფოკუსში მოქცეულია მე-11 მოწვევის საქართველოს პარლამენტი და მასთან დაკავშირებული მოვლენები, თუ როგორ წარმართავს საკანონმდებლო ორგანო, კანონმდებლობის პროცესს, ქვეყნის პოლიტიკას, რა მიზნების წინააღმდეგობების და პრობლემების დაძლევა უწევს მას. საგაზაფხულო სესიის მეორე კვირა დაიწყო და ახლობით 1 საათში გაიმართება ბიუროს სხდომა, სადაც მე როგორც ვიცი უკვე მოხდება დაკომპლექტება იმ საგამოძიებო კომისიის, რომელიც უნდა შეისწავლოს წინა ხელისუფლების დროინდელი სისტემის ანატომია, მოკლედ და ერთგვარი სამართლებრივი შეფასება და დასკვნა გააკეთოს ამ პროცესის. ქვეყანაში დინამიურად ვითარდება პროცესები, ის ცოტა ხნის წინ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე და ლაპარაკია საბოტაჟის მუხლზე და საქმიანობისადმი ხელის შეშლაზე. და ეს ყველაფერი ხდება სერიოზული შიდა დაძაბულობის და წინააღმდეგობის ფონზე. ამ შემოდგომას გამართული არჩევნები იყო პირველი, როდესაც წინააღმდეგობის ცენტრმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ნაციონალური მოძრაობიდან ერთგვარად გადაინაცვლა გარე აქტორებზე და გარე ჩარევაზე, როგორც არის პირველ რიგში, რომლის ინსტრუმენტადაც იქნა მოაზრებული არასამთავრობო სექტორი და დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკი იყო, რომ ეს გარე ჩარევა უბიძგებდა ქვეყანას, რომ რაღაცნაირად ვექტორი შეეცვალა, რაც ხელისუფლებამ აღიქვა რაღაც მომატებული რისკის ფაქტორად შექმნილ ვითარებაში, როდესაც ჩვენს რეგიონში მძვინვარებს საშინელი ომი და შესაბამისად ამ პოლიტიკის გატარებისას ეწოლის ინსტრუმენტებად რბილძალად მოაზრებული იქნა არასამთავრობო სექტორი. პირველ რიგში დღეს ჩვენი სტუმარი არის პოზიტივისა და გადაცემა ევროკრატიის წამყვანი ივანე შაიშმელაშვილი, რომელთან ერთადაც ვილაპარაკებთ აი ამ ტენდენციაზე, ის თუ ბოლო პერიოდში საქართველოში, ანუ ეს პოლიტიკური ურთიერთჭიდილი სად გადიოდა რა ფრონტის ხაზზე და რა იყო არასამთავრობო სექტორის ხოლზე და ბუნებრივია ის რაც ამ ყველაფერს ამძაფრებს, ეს უკავშირდება საკუთრივ ამერიკის შუაგულში, ვაშინგტონში მიმდინარე პროცესს, როდესაც შეცვლილმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად დაიწყო საკუთარი პოლიტიკის მხილება და საკუთარი გავლენის ინსტრუმენტების პრაქტიკულად ლიკვიდაცია. ინსტრუმენტების, რომლებიც 10 წლეულების მანძილზე ფუნქციონირებდა და ალბათ თანათანობით იცვლიდა ფორმას და შინაარსს, მაგრამ როგორც ყოველივე ესეთი ძველი ინსტრუმენტი შესაბამისად უკვე თანათანობით დამძიბდა სხვადასხვა ისეთი ინტერესით და უკვე რაღაცა კორუფციული ფენითაც, რამაც გამოიწვია სერიოზული წინააღმდეგობა მის მიმართ. ეხლა ცოტა იმდენად ახალია ეს თემა, ტყუილ მართლის გარკვევა ალბათ ჭირს და როგორც ახასიათებს ეს რევოლუციურ პროცესს, შეიძლება რაღაცა გადახრაც იყოს მეორე მხარეს, მაგრამ ამ პროცესში ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ რეალურად მხილებულ მასალას. საუბარია ამერიკის განვითარების სააგენტოზე, სახელით USAID, რომელიც მაინც პოპულარულად ცნობილია და მოაზრებულია როგორც საქველმოქმედო, ისე დახმარების ორგანიზაცია, რომელიც დახმარებას უწევს სხვადასხვა პირველ რიგში განვითარებად ქვეყნებს, მესამე რიგის ქვეყნებს თავისი საკითხების და პრობლემების დაძლევაში, მაგრამ შეფასება ყოველთვის იყო არაერთგვაროვანი გარედან და ეხლა დაიწყო კიდევ უარესად შიგნიდან, ისე რომ პრაქტიკულად ჩვენ მივედით ამ ორგანიზაციის ლიკვიდაციამდე. და ამის განცხადება ფორმალურად ის დაუქვემდებარე სახელმწიფო დეპარტამენტს და უფრო შემდეგ რა ბედიელის ეს კიდევ გამოჩნდება. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს USAID-ის დირექტორი მან აიყვანა უმაღლეს რანგში და სახელმწიფო უშიშროების ძალიან ვიწრო ჯგუფში ჩვეულებრივ პირდაპირ წევრად ჩასვა. ის უკვე ამ იერარქიიდან ზევითავი და პირდაპირ პრაქტიკულად პრეზიდენტზე მუშაობდა. და სამანდა პაუერი, წინა დირექტორი ქალი, იყო მართლა ძალიან სერიოზული გავლენის მქონე, რომელმაც წასვლის წინ დეკემბერში ტრამპის ინაუგურაციამდე მისცა ვრცელი ინტერვიუ გამოცემას Foreign Policy-ს, რომელიც მე წავიკითხე და სადაც ეწერა იმ ფართო საქმიანობებზე, რომელთაც ის მსოფლიოს მოიცავდა. მას შემდეგ რაც დაიწყო USAID-ის ხილება, ის ლაპარაკობს იმაზე, რომ ადასტურებს, რომ რა თქმა უნდა, კაცო, ეს ხო ვიცით ჩვენ, რომ ეს არის რბილი ძალის
იარაღი, გავლენის იარაღი და ბუნებრივია, რომ ეს მოქმედებს ჩვენი ინტერესების შესაბამისად. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ასევე დაიწყო ლაპარაკი ამერიკულ ინტერესზე, რომ პირიქით ეს იარაღი ასუსტებდა ამერიკის ინტერესს, იმიტომ რომ მას უნდა რომ კონდეს ურთიერთობა, საქმიანი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან. ამ სააგენტოთი კი ხდებოდა ისეთი საქმიანობების დაფინანსება, რომელიც აღიზიანებდა უცხო ქვეყნებს და შესაბამისად იზრდებოდა უკმაყოფილება ამ შემთხვევაში ამერიკის მიმართ. მე ვნახე შენი გადაცემის ის გამოშვება, რომელიც USA-ს ეძღვნებოდა, თუმცა ძალიან ბევრი გაქვთ ნამუშევარი ამ მიმართულებით, რასაც ქვია უცხოური დონორი ორგანიზაციები. შენ როგორ უყურებ მიმდინარე პროცესს და როგორ აფასებ? ეს რაღაცნაირად მოულოდნელი იყო თუ მაინც გარდაუვალი იყო, რომ სადღაც ეს ბუშტი ესე ვთქვათ გასკდებოდა. მოგესალმები გურამ და მივესალმები ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს და მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. როგორ არის იცი რო შევხედოთ ხო პრინციპში მართლა დინამიურად განვითარდა ყველაფერი ჩვენი არჩევნების მერე ამერიკაში არჩევნების მერე მით უმეტეს ინაუგურაციის მერე აგერ ერთი თვე არ არის პრაქტიკულად გასული და ხედავთ რომ ყველაფერი მიმდინარეობს საკმაოდ ისეთი სწრაფი ტემპით შეიძლება ვთქვათ რომ ჩვენ გვიჭირს ხანდახან ამ მოვლენების განვითარების პროცესის დაწევა და გაანალიზება ისეთი სწრაფით მოდის სიახლეები ხო რაც შეეხება ზოგადად აი მოლოდინებს მოლოდინი ალბათ მოდი ასე ვთქვათ რეალისტური მოლოდინი იყო ის რომ ტრამპი უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო სისტემური, ბევრად უფრო გააზრებული უნდა ქონოდა მისი ნებისმიერი ნაბიჯი იმასთან შედარებით, ვიდრე ვთქვათ იყო 2016-დან 2020 წლამდე. მაშინ ბევრი აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა გარკვეული ნაკლოვანებები იმ მხრივ, რომ ნაკლებად იცნობდა თვითონ ამერიკის პოლიტიკურ სისტემას, ნაკლები გამოცდილება ჰქონდა ამ სისტემასთან ურთიერთობაში. დღეს, რასაც ვხედავთ, ბევრად უფრო მომზადებულია ადმინისტრაცია, ბევრად უფრო მომზადებულია თვითონ ტრამპიც და ვხედავთ, რომ აგერ 20 იანვრის შემდეგ ისეთი ნაბიჯები გადაიდგა რაც პირველ რიგში ისევ და ისევ ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ეროვნულ ინტერესებს კიდე დაუბრუნდები და იმასაც თუ რატო წამოვიდა მთლიანობაში ეს საკითხი და ეს ტერმინი ამერიკისთვის რატო გახდა მნიშვნელოვანი, მაგრამ რა შეეხება USAID-ის დახურვას, ხომ? USAID-ის დახურვა პრაქტიკულად მოდი ესე ვთქვა ძალიან ბევრისთვის დარწმუნებული ვარ, გინდა ჩვენთან ქვეყანაში, გინდა სამწუხაროდ უკრაინაში იმ ტრაგიკული ვითარებიდან გამომდინარე, რაც ამ ქვეყანაშია და იმ 130 ქვეყანაში ალბათ სადაც ეს ორგანიზაცია საქმიანობდა, ეს ალბათ იყო როგორც მოწმენდილცაზე მეხის გავარდნა, იმიტომ რომ ძალიან რეორგანიზაცია კიდე შეიძლებოდა წარმოედგინა ვინმეს გარკვეული სტრუქტურების, მაგრამ თლად ასე დახურვა და თან იმ ინფორმაციების გამოტანა, რაც გამოვიდა USA-თან დაკავშირებით მით უმეტეს, ხომ, როგორ იხარჯებოდა მილიონები სხვადასხვა მიმართულებით აბსოლუტურად იქნება ეს LGBT პოლიტიკა, იქნება ეს ნეოლიბერალური მიდგომები, რამაც ჩვენთანაც ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა და პრაქტიკულად ვხედავთ, რომ აი ამ ნეოლიბერალური ფაშისტური მიდგომების გამო, ეს დაკენსელების და უარყოფის და გარიყვის კულტურის მოკვეთის საზოგადოებისგან მოკვეთის კულტურის გამო, როგორ რეალობამდე მივედით და აგერ ცოტა ხნის წინ იყო მართლა ისე მოხდა, რომ ოჯახებში ლამის ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდა დადაძმა და ცოლი და ქმარი, აქამდე მივიდა საქმე. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი როგორც ხედავთ და როგორც გამოდის ეს ინფორმაციები ამერიკის ადმინისტრაციიდან, არა მარტო ადმინისტრაციიდან, თვითონ იმ პოლიტიკოსებიდან, ვისაც შეხება ქონდა USA-თან, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო დაფინანსებული. საბოლოო ჯამში ეს იყო ერთი ძალიან დიდი, ძლიერი, კარგად მოფიქრებული პროექტი, როგორ უნდა ემართათ სხვადასხვა ქვეყნები ამ რბილი ძალის გამოყენებით. ახლა ეს რბილი ძალა ნებისმიერ ქვეყანას ახასიათებს, ეს ჩვენთან ჩამოაყალიბეს ესაზრი, რომ უნდა ვებრძოლოთ მარტო რუსულ რბილ ძალას და დანარჩენი რბილი ძალა არც არსებობს და თუ იარსებებს კიდე მით უმეტეს კარგია. ხო, ეს არ არის სწორი საბოლოო ჯამში. ჩვენთვის, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის არის ბუნებრივია ჩვენი ეროვნული ინტერესი და ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესი. ეს მოცემულობა გამოიკვეთა განსაკუთრებით აგერ ბოლო წლების განმავლობაში და მოიტანა კიდევაც თავისი დადებითი შედეგი და მისასალმებელია ის, რომ დღეს უკვე ამერიკაშიც იგივე ტერმინოლოგიით საუბრობს პრაქტიკულად ადმინისტრაცია, გინდა ტრამპი იქნება თუ რუბიო თუ სხვები და სხვები. ეს არის ერთ-ერთი არსებითი. ახლა რაც შეეხება ისევ USAID-ის დახურვას, ბუნებრივია, შთამბეჭდავი იყო ნამდვილად ის კადრები, რაც ვნახეთ, როგორ ჩამოხსნეს, ხო, მთავარი ესე იგი შტაბ-ბინიდან USAID-ის წარწერა, როგორ გადააკრეს იქ ბანერს შავი ლენტა, ეს ყველაფერი. კი, ამას ნამდვილად ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, იმიტომ რომ მაინც არის ღრმად ჩამოყალიბებული ესეთი სტერეოტიპები, რომ აი USAID არსებობს და ბუნებრივია სულ იარსებებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ესე მარტივი არ არის თურმე საქმე და მოდი ასე ვთქვათ, მთელი ის საკითხები, რაც ინფორმაციები გამოდის, ხო, საბოლოო ჯამში რას აკეთებდა USAID?
ფინანსდებოდა სხვადასხვა პროექტები. ამ პროექტების გავლით უზარმაზარი შავი ფული ტრიალებდა პარტიებში, სახელმწიფო გადატრიალების პროექტებში, გინდა ჩვენთან, გინდა უკრაინაში, აგერ სხვადასხვა კონგრესმენები საუბრობენ იმაზე, რომ 2014 წლის მაიდანის პროცესებიც კი იყო აბსოლუტურად USAID-ისგან ორგანიზებული, რობერტ კენედი უმცროსი, სხვადასხვა ჯონ კენედი ბიძამისი იყო და მისი დაარსებულია ეს ორგანიზაცია 60-იან წლებში გასული საუკუნის. შესაბამისად აქვს იმის უფლება, რომ გარკვეულწილად USAID გააკრიტიკოს მაინც ოჯახური ვითარებიდან გამომდინარე, თვითონ რობერტ კენედიც ამბობდა იმას, რომ 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა მხოლოდ მაიდანის პროცესებზე უკრაინაში. ხა ეს ყველაფერი ბუნებრივია, ძალიან ყურადსაღები საკითხებია, იმიტომ რომ ჩვენთანაც ხო წლების განმავლობაში ისე ჩამოყალიბდა აზრი, რომ ესე იგი არ შეიძლება არავის გაკრიტიკება, თუ კი საუბარი არის თქვა პოლიტიკური დასავლეთის ორგანიზაციებზე, იქნება ეს ამერიკული ორგანიზაცია თუ ევროპული ორგანიზაცია. ჩამოყალიბდა ის აზრი, რომ არავითარ შემთხვევაში ესეთი ორგანიზაცია ცუდს არაფერს არ გააკეთებს, ანტიქართულს არაფერს არ გააკეთებს, ისეც არაფერს არ გააკეთებს, რაც თქვა ჩვენს ინტერესებს უპირისპირდება და ეს მუდმივად იყო ეს გაუთავებელი საუბარი. ამასაც თავისი მიზეზი აქვს და მიზანი აქვს, ხო, საბოლოო ჯამში, როდესაც ერთ და იგივე ადამიანების ჯგუფი ხშირად იმეორებენ რაღაცას, რაც კიდე ტყუილი იყოს, ბოლოს ეს ადამიანის გონებაში უკვე ქვეცნობიერში ილექება და ესე გამოდის, რომ მოკლედ USAID იქნება თუ ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, ცუდს არაფერს არ გააკეთებს, ქვეყანას არ დაუპირისპირდება, როგორ შეიძლება მათ რევოლუცია მოინდომონ, აგერ თურმე მივედით იმ რეალობამდე, რომ რევოლუცია მოინდომონ კი არა, საიდანაც დაიწყო პროცესი, მოდი ასე ვთქვათ, ხო, უკრაინიდან 2014 წელს, ხო და შემდგომ იყო ის ტრაგედია, რაც მოხდა გინდა 2014-ში და მე 2022-ში და რასაც ახლა ვხედავთ უკრაინაში, ხო საბოლოო ჯამში ყველა ასეთი ძაფი და გზა და კვალი მივიდა აგერ USAID-ამდე და ამ პირდაპირ დაფინანსებამ. ესე იგი, წინა კვირას პარლამენტმა დააინიცირა მთელი რიგი საკანონმდებლო რაღაც ახალი პაკეტი, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მათ შორის არის, რომ ამოვიღებთ ჩანაწერს ესეთი კანონიდან, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ რაღაცა კანონპროექტის განხილვისას სავალდებულოა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ხო, უნდა იყოს ჩართული და დაფიქსირებული. ანუ ნახე, აი დაახლოებით 20 წელი, ან შეიძლება ცოტა მეტი, საქართველოში ჩამოყალიბდა, როგორ თქვა, ესეთი რაღაცა გონებრივი პროგრამა რა, ანუ აი ესე აღვიქვავთ ჩვენ სამყაროს. და სამწუხაროა, რომ მანამდე ხა მე პირადად არ დამითმია ის დრო, ნუ ესე აღვიქვავდი, მაგრამ დღეს, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ კი მაგრამ ხედავთ, რა თქვა USAID-ის ყოფილმა დირექტორმა, აი მთელი რიგი ადამიანები ამ სექტორთან დაკავშირებულები იძახიან, რომ რა თქმა უნდა, არიცოდით, რომ ესე იყო ცხადია, რომ ეხა გავლენის ძალა არის, მაგრამ დეტალებში არ შედია, მაგრამ მანამდე ამაზე აქცენტს არავინ არ აკეთებდა. ჩამოყალიბდა ძალა, ანუ ჩვენ ქართული პოლიტიკა ცხოვრობს ისე დიქოტომიაში, რომ არსებობს კარგი დასავლეთი, რომელსაც მოდის სიკეთე, სინათლე და განათლება და არსებობს ცუდი რუსეთი, სიბნელე, ოკუპაცია და ასე შემდეგ. ანუ რუსეთი საქართველოში, რომელიც უკვე ფორმალიზებულად 1801 წლიდან შემოდის ნაწილ და ეს ქვეყანა შემდეგ აღმოჩნდა საბჭოთა კავშირში და ვიყავით ამის ნაწილი და მთელი აქედან გამომდინარე პრობლემები მქონდა და დღესაც არის ჩვენი ოკუპანტი და უჭირავს საქართველოს ტერიტორიები. აი ამ რეალური ფაქტორის გამოყენება შემდეგ ხდება ისეთი მტრის ხატის უკვე შესაქმნელად, რომელიც ინსტრუმენტალიზება ხდება და შენ პრაქტიკულად დისკუსიის საშუალებას გიკლავს, იმიტომ რომ საკმარისია გითხრას, რომ მოიცა ეგ არის რუსული პროპაგანდა, ეს რუსული ნარატივია, ეგ იგივე კრემლში თქვენს და აქ უნდა ჩაიკეტოს. და ამას ბუნებრივია ჭირდება შემდეგ მეორე ნაწილი და აბა რაზე უნდა ვიღოთ სწორება, აი დასავლეთს. იქ რასაც ამობენ დასავლეთში, როგორც დისკურსიც მომდინარეობს, ყველაფერი ის უნდა გავიაროთ და მივაწოთ. ანუ ჯერ არის რაღაცა, როგორ თქვა, უფრო დიდი ცივილიზაცია, ჩვენ ვართ რაღაცა პატარა რაღაცა კუნძული და პირდაპირ ყველაფერში, ანუ მნიშვნელოვანია რა სიტყვის იქიდან ვენეციის კომისია, რომელიღაც სასამართლო უცხოელი პოლიტიკოსი, მთელი ლეგიტიმაცია. და აქ არ მხოლოდ პოლიტიკურ და ქვეყნის აღიარებაზეა ლაპარაკი. საერთოდ ყველა ნებისმიერ სადისკუსიო საკითხში მთელი ლეგიტიმაცია მოდის დასავლეთისგან. და თუ კი შენ კითხვას დასვავ, რომ იქნებ იქ რაღაც არ არის სწორი, იქნებ ჩვენ ეს სხვანაირად ჭირდება. მე მაგალითად ინტერვიუ მქონდა ბატონ ლადო პაპავასთან და რომელსაც თავის წიგნი წავიკითხე, სანამ ინტერვიუს ჩავწერდი მისი და იქ ეწერა უამრავი მაგალითი, რომ აი სავალუტო ფონდი როცა საქართველოს შემოვიდა ფუნქციონირებდა და უამრავი რამ კარგი გააკეთა, მაგრამ იქვე წერს, რომ იქვე უშვებდა შეცდომებს და ეს ბუნებრივი იყო.
ანუ აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ჩვენ დასავლეთთან არ ვიურთიერთოთ ან რაღაცა, მაგრამ თუ შენ არ უნდა გაიზარდო, უკვე 30 წელია დამოუკიდებელი ხარ, არ უნდა გაგაჩნდეს რაღაც, რა ვიცი, იმდენი განათლება, იქ რა სხვანაირი ადამიანები ცხოვრობენ? შეიძლება აქ მეტი წიგნი ქონდეს ადამიანს საკითხული, ანუ შენ არ უნდა ქონდეს შენი აზროვნება, გაატარო შენ ფილტრში და რაღაცნაირად გაარჩიო ეს რჩევა, დახმარება, რა გინდა და რა გჭირდება, მაგრამ ჩვენ ხედავდით სექტორს, რომელიც პირდაპირ ესე იძახის, მხოლოდ დასავლეთი თუ რაღაცა კითხვასვაო ან დასავლეთი ან რაღაცა არ მოგწონს, მორჩა, ეს არის უკვე რუსეთი. აი ამ დიქოტომიამ პრაქტიკულად ეს მოცემულობა გაჭედა და რეალურად შეიძლება ითქვას, რომ აი წყალგამყოფი რაც მოხდა. ანუ პრაქტიკულად მე ვიტყოდი, რომ დასავლეთმა თვითონ დასავლური გავლენა თვითონ დასრულდა ამ ქვეყანაში 27 ოქტომბერს. როგორც კი 26 ოქტომბერს გაიმართა ქვეყანაში არჩევნები. როდესაც ამ არჩევნებში დადგა ეს შედეგი, რომელზეც მანამდე წინა წლები ნატრობდნენ, რომ ნეტა ესეთი რაღაც მრავალფეროვანი პარლამენტი იყოს, აღარ იყოს დომინაცია ორი პარტიის. ჩვენ მივიღეთ ის სურათი, რომელზეც წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის სასურველი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, ჩვენ მივიღეთ 4 ოპოზიციური პარტია პრაქტიკულად თანაბარი პროპორციით, რაც იყო მათთვის საუკეთესო პლაცდარმი სამომავლოდ პოლიტიკური კაპიტალის გაზრდის. ხო და ამ ქვეყანაში თუ რაღაცა გამონახავდნენ ისინი იმგვარ რაღაცა ფორმატს ან მოსახლეობისთვის სწორ პოლიტიკას წარმართავდნენ, გაიზრდებოდა მათი შანსები და გაიმარჯვებდნენ, როცა იქნებოდა, ხო? აი ეს იმიტომ რომ არ დადგა შეცვლილი და ყისიერი ცვლილება 27 ოქტომბერს ეს გამოცხადდა გაუქმებულად, ანუ ვერ დამტკიცებული გაყალბების ნარატივით, რომელიც დღემდე გაგრძელდა და შემდგომმა პროცესებმა მე ამან გამოიწვია სწორედ ის, რომ თუ თქვენ არ გინდათ და არ აღიარებთ ამ პარლამენტს, მაშინ ჩვენც გავჩერდით რა. მithumet ეს დაკეტილ კარებთან კაკუნს აღარ გავაგრძელებთ. ხოლოდ ეს ამას მოყვა ეს პროცესი და ამას დაემთხვა შემდეგ ეს ამერიკული პოლიტიკის ცვლილებას, რამაც ყველაფერი სამხილა და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ მორჩა ეს უკვე წყალგამყოფი დადგა. დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ როგორ უნდა გამოვიდეთ აი ამ რაღაცა მოჯადოებული დიქოტომიიდან, რომ კარგი დასავლეთი, ცუდი რუსეთი, რომელიც სპობს უბრალოდ დისკუსიის შესაძლებლობას. ამას მთლიანობაში ხელს უწყობს თვითონ ის პოლიტიკა, რასაც ატარებს ტრამპის ადმინისტრაცია. როდესაც თვითონ ტრამპის ადმინისტრაცია, ხა ილონ მასკი მისი მარჯვენა ხელია. გარდა ილონ მასკისა კიდევ ბევრნი არიან იქ ისეთები, როგორც ჩვენ საკმაოდ ჩამოყალიბებული ხედვით თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე შტატების გავლენა რო უნდა არსებობდეს, ამაზე თვითონ ეჭვი არავის არ ეპარება და ბუნებრივია ხა იმაზე საუბარი რომ რომელიმე სახელმწიფოს გავლენის სფერო არ ექნება ან არ უნდა ჰქონდეს. ეს უკვე არარეალისტური საუბარია თავისთავად. თუმცა მეორე მიდგომა, რამდენად თვითონ აქვს ამ სახელმწიფოში რეალისტური დამოკიდებულება საკუთარი სახელმწიფოს სტატუსის მიმართ და როგორ აქვს ეს ყველაფერი წარმოდგენილი ახლა მთლიანობაში, თვითონ რასაც შტატები აკეთებს დღეს, ხო, დავინახეთ რომ თურმე პირველ ხაზზე წამოვიდა ეროვნულ ინტერესებზე საუბარი. ის რაც პრაქტიკულად აქამდე არ ხდებოდა ხა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ან არ იყო ეროვნულ ინტერესებზე საუბარი, ან თუ იყო ეროვნული ინტერესი, ყოველთვის იყო რაღაც ზოგადი გლობალისტური ნეოლიბერალური იდეა, სადაც ასე ვთქვათ, ეს რაღაც ნეოლიბერალური ბუშტი უნდა შექმნილიყო, სადაც აი ზუსტად ის დიქოტომია იარსებებდა, რაც უნდა ჰქონოდა მინიმოდელი ჩვენ აქ ქვეყანაში, რომ არსებობს კარგი, არსებობს ცუდი, არის ესეთი შავ-თეთრი მოცემულობა, ყველაფერი, რასაც ვთქვათ, ან ვაშინგტონი ან ბრიუსელი გეტყვის და დაგავალებს და გააკეთებ, კარგი იქნება, თუ შეკითხვაც კი გაგიჩნდება, აღარ მაქვს საუბარი თქვათ კრიტიკაზე და ან თუ შეეწინააღმდეგები ამ ასე თქვათ დირექტივას, ის უკვე ცუდი. აი ეს იყო მოცემულობა. ყველაზე მაგარი ფორმულირება მანდა არის, რომ შეთქვა რაღაცა სიტყვი, ნახე კრემლში გაიმეორეს, ან ჯერ კრემლში თქვეს. ან პუტინს უხარია, პუტინს თუ უხარია მორჩა. აი გავიყვანოთ ძალიან კარგი პარალელი, აი ხა კარგი თემა და ეს არის აზროვნებაზე უბრალოდ დისკუსიაზე უარის თქმა. კი ბატონო. აი მეც რო აღიარო, აი კრემლში გუშინ გავამიგზავნეს და რუსულ პროპაგანდას ორცენ და ნუ შენ ეს არ უნდა უარყო? და კი მაგრამ დღეს რუსული პროპაგანდა არ არის ის პოზიციები რომლითაც ეხლა რო იძახის რუსეთი, რო იცი რა არის. კი ბატონო, დავამთავროთ ომი. დავждეთ დავილაპარაკოთ აგერ ჩემი აჯენდა. ანუ ვიღაცა თუ დაუჯდება ეხლა და იძახიან რომ რა თქმა უნდა დაიწყოს. ესე იგი რუსულ პროპაგანდას ელაპარაკებენ, ხო უნდა მოусმინოთ. 2007 წლის მიუნხენის სიტყვა, ვლადიმერ პუტინის მიუნხენის სიტყვა ყველა მიცის და ბუნებრივია ყველა სახსოვს მთავარი მომენტი, როდესაც 2007 წელს ჯერ კიდევ პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ სოფლიო ხდება მრავალპოლუსიანი და არსებობს სახელმწიფოების ეროვნული ინტერესები. მაშინ ზუსტად იგივე ლოგიკით, რასაც ახლა შენ საუბრობდი, მაშინ უნდა დავდგეთ და უნდა ვიძახოთ, რომ დღეს მარკო რუბიო არის პრორუსი და კრემლის აგენტი, იმის გამო რომ საუბრობს მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგზე და საუბრობს ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე. ანუ იმეორებს იმას, რასაც პუტინი ამბობდა 2007 წელს. ეს უკვე სიგიჟეა, სიგიჟემდე მიდის ასეთი დამოკიდებულება და როგორც ჩანს მოჭამა ამან თავი.
ამ მიდგომა. არა, მე ამარო თავი მოჭამოს, საჭიროა რომ მთელი რიგი აი ეს გავლენის აგენტები აი ამ რაღაც წარმოდგენისგან განთავისუფლდნენ რა. და ამისგან უნდა განთავისუფლდნენ, მათ ნახო, იმიტომ რომ რახან მათ არ შეუძლიათ აი ამ დიქოტომიიდან გამოსვლა, როგორც კი შენ აკრიტიკებ იმიტომ რომ მან არის ან ერთი ან მეორე რა თუ შენ დასავლეთ საკრიტიკობ ესე იგი პუტინი გინდა ესე იგი რუსეთი გინდა ესე იგი შენ რუსეთში მიგვათრევ გესმის ანუ იმიტომ რომ სხვანაირად მას ვერ წარმოუდგენია რომ აი ერთი წამი შეიძლება აბსტრაგირდე აი ამ მოცემულობაზე და თქვა რომ მოიცა ერთ წამი აი გავწიოთ ცოტა ხანი რომ გავლენები გვაქვს და რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი აი ჩვენ ვართ ქართველები вообще საერთოდ რა გვინდა ამ ქართველებს საით მიდივართ საით არ მიდივართ როგორ ქვეყანას რეგიონში რა გვინდა მეზობლებთან რა გვაქვს ჩვენ რა არის ჩვენი რა არის ჩვენი მაგრამ ვერ ვაკონტროლებთ როგორ უნდა დავიბრუნოთ საერთოდ ეს ყველაფერი როდესაც შეიძლება იყოს არაღიარების პოლიტიკა გავიგე ყოველ წელს ეგრე არის არაღიარებული ნახევარი კვიპროსიც მე რა იცვლება ანუ ან შეიძლება ვერაფერს ანუ ვიმსჯელოთ ამაზე რაღაცნაირად შევიდეთ მე მივიდეთ თუნდაც იგივე შედეგამდე რაღაც სხვა შედეგამდე ამის ნაცვლად ეს ჩვენ ვართ გაჭედილი აი მათრიცაში რომ ანუ ან იქით ის რასაც გეტყვისანახეთ უცებ აღმოჩნდა უცებ რომ არა აი უცებ აღიარა ყველამ რომ კი ბატონო არსებობს თუნდაც ჩვენი ეროვნული ინტერესი და მე ხა ერთი წამი წავიკითხავ ციტატას რომელიც ანუ ჩვენი შეფასებიდან კი არ არის ვიღაცამ კი არ თქვა თვითონ ქალბატონმა სამანტა პაუერმა თავის დიდ ინტერვიუში უკვე ეხლა მიცემულში პირდაპირ თქვა რომ სააგენტომ გამოიმუშავა პოლიტიკური კაპიტალის უზარმაზარი მარაგი 100-ზე მეტ ქვეყანაში ეს რას ნიშნავს? იცით რომ ანუ უამრავი ბენეფიციარი ყავს. აი შენ რო ახსენე შავი ფული, ერთი წამი ამას თავი დავანებოთ, რომ თქვა ვიღაცას ჩვენ და შავი ფული მაინც გონიათ რაღაც არალეგალური ქეში ფული. მაგრამ დავანებოთ თავი რომ ეს ყველაფერი გადმორიცხულია ღიად რაღაცა სახელები ქვია, რაღაც კოდები ქვია, იმის რაღაცა იმპლემენტაცია, გაძლიერება, ეს ყველა სახელია, ეს ფული ესე მოძრაობს, ხო რაღაცა გაუგებარი პროდუქცია რომ მოაქვს მე. ან რიგ შემთხვევაში გასაგები. ანუ იმისათვის ანუ ვიღაცას წარმოუდგენია რომ როგორ კარგი წოკეთდება პირიქით კარგი თუ არ გაკეთდება იქ იმპულს ისე შენ ინტერესით ვერ გააკეთებ იმიტომ რომ ამას ჭირდება შეფუთვა დეზინფორმაციაც ესე კეთდება და ტყუილიც ესე კეთდება იქ სიმართლე თუ არ ჩადე და გაურია იმას ახლა აბსოლუტურ სისულელეს ვინ დაიჯერებს ნუ რაღაცას დოზით მაგასაც იჯერებენ მაგრამ ნუ მაინც შემდეგ ანუ ეს არის ეს ქსელი ხო აბა პოლიტიკური კაპიტალი რას ქვია სხვანაირად რამაც გაზარდა იმის ალბათობა, რომ როდესაც შეერთებული შტატები სერიოზულ თხოვნებს წაუყენებენ ამ ქვეყნების ლიდერებს, ანუ როცა დაჭირდება, ესე იგი მან შეიძლება უკვე გითხრას, რომ ის დახმარებებს რო გაძლევ, აბა როგორ გინდა. მაგალითად, გაგზავნოს საშუალებები ომის ზონაში. ჩვენ ესე გზავნიდით ავღანეთში და სხვაგან, ხო? მთელი მე მგონი პირველ ადგილზე ვიყავით პროპორციით კონტინგენტის ხრევ, იმიტომ რომ სამაგიეროდ დახმარებას ვიღებთ, მიმული ვიყავით. ნატოს არაძებ ამერიკას და ვიხდიდით ამ ხარკს. ანუ ესე გამიზო ქალმოქმედება არ ყოფილა. ჩვენც რაღაცას ვიღებდით. კვდებოდა ქართული ჯარისკაცი და არ კვდებოდა რა ამერიკელი. დაეხმარონ ამერიკულ კომპანიას ახალ ბაზარზე შესვლაზე. აი ეს ახალი ბაზარი ცით რა ქვია, აი ინგლისურად emerging markets ქვია. ადვილი ასათვისებელი როა ნაკლები რეგულაცია რო და მაღალ ზემოგებებს რო ნახულობ. აბა ის უცხოური კაპიტალი ჩვენ ბანკებში იდება და მე რო არ მოგწონს რომ წელიწადში რამდენიმე მილიარდი მოგება დაწერა ღმერთო როგორ გძარცვავენო. აი ესე ხდება ფულის მოტანა. ამ სხვა ფასი აქვს და შვეიცარიაში აქვს 1% სხვა ფასი. და მოახდინოს კრიმინალის ექსტრადირება შეერთებულ შტატებში. ნუ ეს ძირითადად იქ რასაც აკეთებს ეგ მექსიკა, კოლუმბიაში როცა ეს ებრძვის კარტელებს, მაგრამ ნუ თავისი მოქალაქე კი არ სამართლდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, ანუ ექსტრადიციის კანონზე ცალკე აქვს, ხო, ხელი მოწელი. ისინი ამას დათანხმდებიან. ანუ ეს პირდაპირ ამბობს, კი ბატონო, ეს არის ჩვენი რბილი ძალა და ამას დახმდები. ეს თუ ღია და გამჭვირვალეა, შენ შეიძლება ამას აწერ ხელს, როგორც რო გჭირდება ფული ბანკთან აწერ რაღაც ძალიან მძიმე პირობებს ხო, სესხის ხელშეკრულებას. მაგრამ ეს ხო უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე. და სადღაც დგება მომენტი, მაგრამ იმისთვის რომ ვიღაცასთან ამ გარიგებაში შეხვიდე შენ უნდა აცნობიერებ და შენი ინტერესი რა არის, სად შედიხარ, სად არ შედიხარ, მაგრამ როდესაც შესული ხარ უკვე ისე რომ ისე მე ხო დახმარებას გაძლევ, მეტი არაფერი. მაშინ ჭირს. აი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია. ცოტა პრობლემური, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ გელათში ვიყავი იმ დღეს. და პრობლემურია დღემდე მიმდინარეობს რეაბილიტაცია და როგორც იქნა დადგა ეს რეაბილიტაცია ისეთ სწორ გზაზე, რომ გაკეთდება უკვე ისე, რომ თქვა ის მიღებული ზიანიც გამოსწორდეს და ის აღდგენაც მოხდეს და ხანგრძლივი პროცესია ძალიან ბევრი სპეციალისტის ჩართულობით. მაგრამ ეს პრობლემა რომ დადგა კი იმ ვინც განახორციელა ეს სამუშაო ეს ტენდერი და უხარისხოთ და რაღაც არასწორი კრამიტით ამისი ბრალია. მაგრამ მოვიდა ამერიკის საელჩოს თავიდან და შემოგთავაზა, კარგი საქმე შემოგთავაზა.
აი ნახეთ ხო არისო ბაგრატი გადახურულიო და მოდი ეს აღარ გვინდა ეს საბჭოთა დროინდელი ეს თუნუქი მოხსნათ და აგერ ფული და დავიწყოთ ამის და ესეთნაირად გადავხუროთ. აი ხა წარმოიდგინე რომ უარი გეთქვა რომ არა. ანუ რა გამოვიდო და ნახე ის რაღაც კარგ საქმეს გაძლევს, უნდა ამის გაკეთება და შენ ეწინააღმდეგე და რუსული თუნუქი გინდა რომ დაიტოვო. ანუ უკვე რაღაცა სკანდალი. ნუ კაი თან ხვდები, მაგრამ მე უკვე კვალიფიკაცია რაღაცას ხელს კიდებს სახშეც ხო არის რომ რაღაცა მუშაობს ხელს მოკიდე მე ჭირს იმის გაკეთება და კი ბატონო ეს არის ჩვენ პასუხისმგებლობა და მოხდა ეს რაც მოხდა. მაგრამ ესე მუშაობს ეს ზალა. რა ანუ რომ მოვა და თუ კი ურთიერთობა გაქვს ხო, ნუ რაღაცნაირად ეთანამშრომლები და მე უკვე ეს გადაითარგმნება რაღაც სხვა რამე. შენო ადამიანებს ხიად არ ესმით ხოლმე რაზე ლაპარაკი, მთელი უბედურება ისე რომ კრიტიკა უკვე ჩვენ ქვეყანაში გახდა აკრძალული. ანუ შენ როგორ ფიქრობ ხა ის რაც ხა ამერიკაში ხდება? ანუ მე სულ ველოდები რომ იმდენად ეს არ ჯდება აქაურ კონცეფციაში, უბრალოდ ეს ხალხი უნდა ადგეს და უნდა თქვას რომ კი დონალდ ტრამპი არის აი როგორც ადრე იძახდნენ რა, აი რუსეთის აგენტი, პუტინის კრეატურა, ის დაეხმარა მოგებაში, მათ ეს უნდა დაგმო. თუ ამას ესენი არ გმობენ, ისევე როგორც რუსეთს გმობენ, ზუსტად იგივე საკეთებს, ხო? მაშინ უბრალოდ გაუგებარია რასთან გვაქვს. კი, აი ამიტომ ვთქვი, ხო, ის პარალელი რაც გავატარეთ, ხო, რუბიოს ახლანდელ საუბარსა და პუტინის 2007 წლის მიუნხენის გამოსვლას შორის, ამიტომ გავატარე საბოლოო ჯამში და ძალიან ბევრი რამე და ანუ მოდი ესე ვთქვათ რა, იმის გამო რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი ინტერესი, არ შეიძლება ამ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვა იყოს რომელიმე ქვეყნისთვის, ასე ვთქვათ, ან კოჭის გაგორება, ან ცალსახად მისი მოკავშირეობა. ის რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესი და ამ ეროვნულ ინტერესს ვატარებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვინმე ან პრორუსია, ან ანტიამერიკელია, ან ანტიევროპელია. საბოლოო ჯამში ყველამ დავინახეთ, რომ რეალური პრობლემა ყოფილა ვაშინგტონში და ყოფილა იმ სტრუქტურებში და იმ ბიუროკრატიაში, რომელიც აგერ წლების განმავლობაში იზრდებოდა, მდიდრდებოდა, საკმაოდ დიდ გავლენას იჭერდა ხელში და აგერ ნახეთ, ხო უნდა ამოვიღოთ ახლა ჩვენი კანონმდებლობიდან ის, ასე ვთქვათ, ჩანაწერი, სადაც საუბარია, რომ კონკრეტულ კანონებთან დაკავშირებით თურმე ვალდებულია ხელისუფლება ინკლუზიურობის და ჩართულობის პრინციპიდან გამომდინარე სამოქალაქო საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებით რაღაცა მიიღოს მოკლედ გადაწყვეტილება. ხო, საბოლოო ჯამში ეს არის აი ეს ნეოკოლონიალური მართვის პრინციპის და სახეს და ნიმუშის როგორ იმართება თანამედროვე ნეოკოლონიალიზმი როგორია დღეს აღარ არის ამ დასავლურ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ქვეყნებში გინდა შტატებში გინდა ევროპაში აღარ არის საუბარი იმაზე რომ ჯარს ჩაგიყენებს ვიღაც და თვითონ დაგინიშნავს რომელიღაცა მმართველს ასე პირდაპირ ღიად და მას უნდა დაემორჩილო როგორც იყო კოლონიის მართვა ხო საბოლოო ჯამში მივედით ძალიან დახვეწილ სისტემამდე როდესაც ასე მოდის ეს თანხა მოდიან გეუბნებიან რომ აი გელაცის გაკეთებაში მოგეხმარები იქ სადღაც სხვა რაღაცაშიც მოგეხმარები სადღაც არქეოლოგიური გათხრა გასაკეთებელი იმაშიც მოგეხმარები მაგრამ სამაგიეროდ იმას მოყვება უამრავი ვალდებულება და პასუხისმგებლობა იქ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი უნდა გაითვალისწინოს სადღაც რაღაც კომისიას რო გააკეთებ აუცილებლად სამოქალაქო საზოგადოება უნდა შეიყო ანუ აგერ არ იყო ცოტა ხნის ის შარშან და შარშანწინ საუბარი იმაზე რომ მოსამართლეები უნდა ავირჩიოთ ვეტინგის სისტემით ამ ვეტინგის სისტემაში ისე უნდა დაკომპლექტდეს ეს კომისია რომელიც შეარჩევს მოსამართლეებს რომ იქ იყოს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იქ იყოს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები საბოლოო ჯამში ეს იყო შენი სუვერენიტეტის გადაცემა სხვა გარე ძალებისთვის. ოღონდ ეს ყველაფერი იფუთებოდა იმით, რომ შენ თქვათ ამერიკას კი არ გადასცემ შენ სუვერენიტეტს. შენ სუვერენიტეტს შირმა ესეთი ლამაზი თვალის ასახვევად, რომ შენი სუვერენიტეტი გრჩება, უბრალოდ აი მოიხმარებ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას, მაგრამ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას და არა მარტო მას. აღმოჩნდება, რომ აფინანსებს შეერთებული შტატების რომელიმე ორგანიზაცია. ნუ ამ შემთხვევაში USAID. რეალურად შეიძლება პარალელს გავატარებ, ეგ უკრაინის თემა რატოა საინტერესო. საბოლოო ჯამში, როდესაც გასკდა ეს ამბები და გამოვიდა ხო ეს თანხების ინფორმაცია, აღმოჩნდა რომ თურმე უკრაინაში 10-დან 9 მედია საშუალება ფინანსდებოდა შეერთებული შტატების გრანტებიდან. იყო USAID, იყო კიდე სხვა რაღაცები. ხა მოდი ესე ვთქვათ. დღეს რო ვიღაცა და წლების წინ და ჩვენ თვალწინ იყო ხო ეს ყველაფერი. საუბარი იყო იმაზე, რომ აი უკრაინაში დემოკრატია, უკრაინა ვითარდება, ჩვენ ჩამოვრჩით უკრაინას, იქ მოლდოვაზე იყო კიდე პარალელები. ვიღაცები აქ ზელენსკის პლაკატებით დადიოდნენ, რომ აი თურმე მას უნდა მიუბაძოს და მისნაირი უნდა იყოს ხელისუფლება. როდესაც შენ ეს მოცემულობა გაქვს, რომ ქვეყანაში 10-დან 9 მედია საშუალება შეერთებული შტატების გრანტებზე ზის, ხო ბუნებრივია და
და დღეს, როდესაც ამ გრანტების გამცემი ამბობს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლები იყვნენ და აქ საუბარი არ არის არანაირ თავისუფლებაზე. აი შეგვიძლია ახლა ბოლო ინფორმაციას ვთქვათ, რადიო თავისუფლების და ამერიკის ხმის დახურვის ინიციატივაზე, ხო რაც წამოვიდა გრენელისგან, ვინც არის ტრამპის განსაკუთრებული წარმომადგენელი სხვადასხვა მიმართულებით და მასკის, რომელიც ეთანხმება ამ აზრს. ანუ საბოლოო ჯამში ისიც კი აღმოჩნდა, რომ თურმე არათუ თქვათ რაღაც მედია საშუალებები, რომელსაც თქვათ USAID აფინანსებდა, გავლით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თვითონ ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში შეგვაჩვიეს, რომ თითის საჩვენებელია, მედია სტანდარტია, სიტყვის თავისუფლების მაგალითია, მას უნდა მიუბაძოთ. აღმოჩნდა, რომ თვითონ გრენელი და მასკი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის შტატების, ესე იგი, ბიუჯეტიდან დაფინანსებული, ოღონდ რადიკალი მემარცხენეებისა და ნეოლიბერალების ესეთი თავშესაფარი, საიდანაც ვრცელდება ეს გიჟური ინფორმაცია და ვრცელდება მთელ მსოფლიოზე. ანუ საბოლოო ჯამში კარგი რა არის და მისასალმებელი რა არის? ის არის, რომ თვითონ ის ცენტრი, საიდანაც მოდიოდა, ხო, ეს მავნე ტენდენციები, რაც ანგრევდა საბოლოო ჯამში ეროვნულ იდენტობასაც, სახელმწიფო სუვერენიტეტსაც, ეროვნულ ინტერესებსაც და საბოლოო ჯამში ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებში შეაჩვიეს ხალხი იმას, რომ ესე იგი თურმე ეროვნული ინტერესი ყოფილა არა ის, თქვა შენს ქვეყანაში რა გაინტერესებს. პირობითად ვამბობ, ჩვენი ეროვნული ინტერესი შეიძლება იყოს ის, რომ განვითარდეს ტურიზმი. ამ ტურიზმიდან გამომდინარე ვიღაცა შეიძლება იყოს არაბი, ვინც აქ ჩამოვა, ვიღაცა შეიძლება იყოს რუსი. და არ არის ახლა სიგიჟე, რაც გააკეთა ხოშტარიას პარტიამ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და აქტივისტებმა, რომ მივარდნენ იმაში, რა ქვია, აეროპორტში დახვდნენ მით ტრანსპარანტებით და იყო ერთი ალიაკოთი, ხო? აი ამ დონის სიგიჟემდე მივიდა ყველაფერი და კარგია, რომ თვითონ ეს ცენტრი, საიდანაც მოდიოდა ეს მავნე ტენდენციები, თვითონ ეს ცენტრი საუბრობს იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ის რაც ფუჭდებოდა ვაშინგტონიდან. ახლა არის მისახედი თვითონ ეს ცენტრი. საბოლოო ჯამში დრო დასჭირდება, რა თქმა უნდა, იმას, რომ ეს, ასე ვთქვათ, მავნე ტენდენციები, ეს სტერეოტიპები, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და გაუჯდა საზოგადოებას უკვე თაობიდან თაობაზე, ხო, რომ აი ხელშეუხებელია თქვათ შტატების პოლიტიკური სისტემა, არ შეიძლება USAID-ის გაკრიტიკება, არ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის გაკრიტიკება, როგორ შეიძლება ხმა მოიღო და თქვა, რომ თქვათ ევროპარლამენტში პოლიტიკური ინტერესები აქვს და ამ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან თავისუფლად მიიღებენ ისეთ არაადეკვატურ რეზოლუციას, სადაც მაგალითად დავით კეზერაშვილი გახდება უდანაშაულო მედია მენეჯერი და სიტყვის თავისუფლების დამცველი, ხო? აი ეს ყველაფერი გადის ფინალში და მოდი დაველოდოთ, ძალიან საინტერესო იქნება ის ინფორმაციები, რაც უკვე რადიო თავისუფლებაზე და ამერიკის ხმაზე გაჟღერდება, ხო? შენი აზრით ეს პრეცედენტი უნდა გავრცელდეს თუ არა საქართველოში და საერთოდ ხა სხვა ქვეყნები თვითონ იკითხონ, მაგრამ საქართველოში მოქმედ სხვა დონორ ორგანიზაციებზე, როგორც არის ევროპული ქვეყნების, შვედეთის და სხვათა მიერ დაფინანსებული ID და ასე შემდეგ. ერთგვარი NGO დონორების ვეტინგი, ეს ხომ მათი შემოტანილი სიტყვა, უნდა გახორციელდეს თუ არა, იმიტომ რომ აი იქ მოხდა ამის ხილება და პარალელურად აქ მიდიოდა ეგრეთ წოდებული პროცესი, რომ მოდიება მეტი გამჭვირვალობა. ეხლა ლაპარაკია ისევ ამ კანონმდებლობის გააქტიურებაზე. ანუ ფიქრობ თუ არა, რომ ამ დონორებმა უნდა გადახედონ და რაღაცა აუცილებელი. იმიტომ რომ როგორ არის იცი, როდესაც თვითონ შტატებიდან მოდის ეს დადებითი ტენდენცია, რომ შენს ქვეყანაში გარკვეული, ასე ვთქვათ, გამჭვირვალობის შემოტანა არ არის არანაირ შემთხვევაში დასჯადი, როდესაც ეს უკვე მაგალითი არსებობს, შტატები თვითონ წარმოიდგინეთ იმ ორგანიზაციას, რომელიც ჯონ კენედიმ დააარსა 60-იან წლებში, 61 წელი იყო თუ არ მინდა შემეშალოს, იმ ორგანიზაციის გაუქმებაზეა საუბარი. რადიო თავისუფლების და ამერიკის ხმის გაუქმებაზეა საუბარი. ახლა კიდე იმაზეა საუბარი, რომ ესე იგი განათლების სისტემა ყოფილა გასაწმენდი, თავდაცვის სისტემა ყოფილა გასაწმენდი და მე ასე უნდა მიყვეს, ესე იგი, ტრამპის ადმინისტრაცია და ილონ მასკი, აი ესე უნდა მიყვეს ყველა სამინისტროს, ყველა სტრუქტურას, ყველა ორგანიზაციას, რომელიც ფინანსდებოდა ამერიკის ბიუჯეტიდან, რომ საბოლოო ჯამში დაინახონ, სად მიდიოდა მილიარდობით დოლარი და რაში იხარჯებოდა. ამ ფონზე მე პირველ რიგში მივესალმები იმას, რომ უფრო მკაცრი კანონი გადმოდის, აი ფარას ანალოგი შემოვა უკვე, გვინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო თავის დროზე ეს არ გამოვიდა, თუმცა ახლა არის ძალიან კარგი პერიოდი ამისთვის და ბუნებრივია, ეს კანონი კიდეც უნდა მივიღოთ, უნდა ავამოქმედოთ კიდეც და პირველ რიგში რაც ყველაზე მთავარია, უნდა შევხედოთ და უნდა იყოს აბსოლუტური გამჭვირვალობა, როგორც ახლა საგამოძიებო კომისიაზე იქნება ნაცმოძრაობის ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში ყოფნასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია დაგვანახებს ყველაფერს, კიდევ უფრო მეტად
ნათლად და უფრო კარგად ვიდრე ვთქვათ ჩვენ ვიცით ხომ ბევრი რაღაც კიდე გამოვა ასე ვთქვათ დღის სინათლეზე ისე უნდა გამოვიდეს ეს ინფორმაციები აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით 91 წლის შემდეგ სად მიდიოდა ეს თანხები რა ორგანიზაციები იყვნენ თითოეულ დავანებო თავი 91 წელს კაცო აგერ ბოლო 4 წელიწადში ერთხელ გვაქვს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ხო 2020 წლიდან მოყოლებული პრაქტიკულად არ ყოფილა ვითარება როდესაც არ იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა ქუჩაში აქციები უზარმაზარი და ძალიან კარგად ეხერხება სხვათა შორის აქვთ ამის გამოცდილება დასავლურ სტრუქტურებს და ორგანიზაციებს როგორ შექმნან ეს რაღაც გიჟური ემოციური ფონი, რომელიც ძალიან ბევრს აკარგინებს მერე და ბუნებრივია, რატომაც ძალიან ბევრს აკარგინებს საღი აზრის უნარს, რეალურად მსჯელობის უნარს და იქნება ისეთი შტაბეჭდილება, რომ აი ხა რუსთაველზე რო გამოვა ვიღაც 200 და 300 აქტივისტი და არა მოქალაქე, როგორც ეხა დღეს გამოდიან საბოლოო ჯამში ამ დონემდე მივიდა ეს ყველაფერი. ეს ყოფილა თურმე ხალხის ხმა, ეს ყოფილა თურმე ქართველების ხმა, თურმე მათ შეუძლიათ საქართველოს სახელით და ქართველი ხალხის სახელით საუბარი და არ შეუძლია თურმე პარლამენტს, არჩეულ პარლამენტს ამის გაკეთება, არ შეუძლია ხელისუფლებას და მთავრობას. აგერ თეატრულუკიანი იხსენებდა ძალიან საინტერესო ინფორმაციას, თვითონ მასთან საუბარში, მან არ დაასახელა, მაგრამ ალბათ შეგვიძლია ვივარაუდოთ ვიზე იყო საუბარი, როგორ დადგა მასთან ეს ერთ-ერთზე საუბარში, საკითხი რომ ელაპარაკება უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, იგივე შალვა პაპუაშვილიც იგივე იხსენებდა, როგორ ელაპარაკება ქართველი ხალხის სახელით, როგორ დგება კონკრეტული, ასე ვთქვათ, საკითხები და საკითხი არა ვთქვათ სამსჯელოდ, არამედ გასაკეთებლად. როგორია მუხარები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ასე არ იქნება, მაშინ მივა პრემიერ-მინისტრთან და ეტყვის, რომ აი ესა და ეს გასაშვებია და უნდა გაუშვათ. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ მქონდა ქვეყანაში ესეთი რაღაც მინი ნეოკოლონიალური მართვის მოდელი, რომელიც არ გამოდიოდა როგორც ჩანს თავის დროზე ამაზე ინფორმაციები და გასაგებია რატომაც არ გამოდიოდა, მაგრამ მეორეა დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ისევ და ისევ, ხო, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მისი მარჯვენა ხელი, მისი ადმინისტრაცია იმას ამბობს, რომ წლების განმავლობაში შეერთებული შტატების ფული იხარჯებოდა საბიუჯეტო ფული იხარჯებოდა სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობაში და USAID იყო ერთ-ერთი რომელიც ძალიან კარგად ფლობდა ამ ასე ვთქვათ პრინციპებს და მეთოდებს როგორ უნდა მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება როგორ უნდა ასე ვთქვათ შექმნა საზოგადოებრივი აზრი და მე ამ საზოგადოებრივი აზრით მართო აბსოლუტური უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში მცდელობა გქონდეს, ხო? საბოლოო ჯამში ეს ჩვენს გვაძლევს იმის საშუალებას და იმის უფლება ყოველთვის გქონდა საამისოდ, რომ ეს საკითხი დაგვეყენებინა და ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის გამჭვირვალობა მოგვეთხოვა, მაგრამ დღევანდელი ვითარება კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, აყენებს ამ საჭიროებას, არა იმდენად ასე ვთქვათ, პროცესებიდან გამომდინარე, რამდენადაც უკვე საჭირო ამ ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, როდესაც თვითონ შეერთებული შტატები თავისივე ორგანიზაციას ხურავს და გეუბნება რომ ეს ორგანიზაცია სახელმწიფო გადატრიალებებს გეგმავდა. ჩვენ უკვე შეგვიძლია ბევრი სხვა იგივე ევროპული ორგანიზაციები ავდგეთ და შევხედოთ და ვთქვათ, რაში ხარჯავენ ევროებს, რაში იხარჯება მათი რესურსები, რომ შემოდიან რა პროგრამებს აფინანსებენ. ეს პროგრამები ნამდვილად კარგია და ვთქვათ, სამედიცინო კონკრეტულად მიმართულებით ხორციელდება და სოფლის მეურნეობის თუ კიდე არის რაღაც პროგრამები ზოგადი ჩართულობის, ინკლუზიურობის, დემოკრატიის აღიარება არის რომ ყველაფერი რომ იყოს ძალიან კარგად პროგრამა აღიარებული უკვე და დადასტურებული არის შემდეგი, რომ ამას ჩვენ რო ვაკეთებთ იმიტომ საბოლოო ჯამში, რომ რაღაცა მომენტი რო დადგება, ჩვენ ეს გამოვიყენოთ ბერკეტად. და რაც თავარია, შენ როგორც ნარკომანი ხარ შესმული აი ამ ნემსზე რა უცხოური, ესე ვთქვათ, დახმარების. რო თავი დავანებოთ, რომ ეს დახმარება. ანუ ადამიანებმა რო იცოდნენ ამერიკული მოდელი, ამერიკული დემოკრატია, სხვანაირად მუშაობს. იქ თავარი როლი უჭირავს ბიზნესს. ანუ თუ ამერიკული ფული არის აქ დონორი, ამერიკაში ვიღა არის დონორი და ამერიკაში დონორი არის ბიზნესი. ყველა უმაღლესი სასწავლებელი, მისი კურსდამთავრებულების მიერ შემოწირულობების წილი ძალიან დიდია. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, ინტერეს ჯგუფი, საარჩევნო პროცესისთვის შექმნილი სუპერპაკები, აი ეს აქ ყველაფერში მიდის ძალიან პოლიტიზირებული ბიზნესის, რომელიც არის აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანში, არიან მემარჯვენეები, მემარცხენეები, აი ეს ფული იკრიბება, ყველაფერში ფული იკრიბება, ინაუგურაციისთვისაც კი ფული შეიკრიბება, ხო, სახელმწიფო ღონისძიებისთვის. იმიტომ რომ იქ პრინციპი ეს არის, ანუ ეს ბიზნესი ინახავს ამას. როდესაც ჩვენ გავიგოთ, ჩვენ შეიძლება ღარიბი ვართ, განუვითარებელი ვართ, გუშინ საბჭოთა კავშირიდან გამოვედით, მაგრამ როდესაც ამის ჩანაცვლება ხდება და ვიღაცა იჭერს ამ ნიშას, რომ აი ეს სამოქალაქო სექტორი ეგრეთ წოდებულს, ამას ჩვენ გამოვკვებავთ.
ანუ შენ ქვეყანაში გიჩნდება მეხუთე კოლონა მოიფიქრეს თავის დროზე ტერმინი რუსეთის წინააღმდეგ დახასიათებისთვის დღეს აქ შენ იღებს სწორედ აი ამ კოლონას რომელიც ისე ვიძახი კეთილშობილურ მიზნებს თავი დაანება ხო ეს გამოდის რომ უკვე ესია და ის პირდაპირ არის დღეს აღიარებული ჩვენ როცა დავჭირდება ამას გამოვიყენთ აი ამ დღეებში ჩვენ რასაც ხედავთ რუსთაველზე ზუსტად ესეა კი ანუ ეს არ ნიშნავს რომ ვიღაცა ეხა ადამიანი გულწრფელად არ არის მისული ჯერა იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჯერა რა თქმა იმიტომ რომ მისი წარმოსახვა სამყაროსი სწორედ ესეთია კარგი დასავლეთი ცუდი რუსეთი ეხა როგორ გინდა ამას ეხა ერთ დღეში და ერთ-ერთში აუხსნა რომ სამყარო ცოტა სხვანაირია რომ ყველას აქვს თავისი რაღაცა ინტერესი ფარო რომელიც სად შეგიყვანს არ ვიცით და სად შეგიყვანს აი ამის ყველაზე რას მოყვა ეს ხო ეხა შეიძლება რომელ ყოფილიყო 2022 წელი როდესაც სამყარო დაბრუნდა აწრეულებით ადრე და რეალ პოლიტიკის ხანაში და თქვა რუსეთმა რომ იცით რა არის აქ ისევ ტანკია აქვს ძალა და მე არ მომწონს ეს სოფლიო წესრიგი და მან დაიწყო დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს აღიარებულია რომ ეს უკრაინაში უბრალოდ ფრონტის ხაზია დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და უცებ აღმოჩნდა რომ იცი რა თუნდაც სამყაროში სხვა რამე მუშაობს აი შეშფოთებების გამოხატვა კი არ იმართება სამყარო რომ ვიღაცა შეშფოთება გამოხატა ან გაერმ რეზოლუცია მიიღო არა რომ გავლენა სხვა სფეროები და სხვა ისა აქ ძალაუფლება აგერ ბალტიის სამმა ქვეყანამ გუშინ თუ ვიღაცა წარმოდგენა აქვს ენერგეტიკაზე მოკლედ ენერგეტიკა არნიშნავს რომ თუ გენერაცია ხდება ამ დესპიტაპირ მოიხმარ საჭირო არის ძალიან დიდ სისტემაში ამ ელექტროენერგიის გაშვება და შემდეგ იქიდან მიიღება იმიტომ რომ სიხშირის სტაბილიზაცია მოხდეს და აღმოჩნდა რომ 91 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვეს და მე რომ შევიდნენ ევროკავშირში შევიდნენ ნატოში ამხელა ინტეგრაცია ევროზონა შენგენი და გუშინ ჩაეხსნენ თორმე იმ ყოფილ საბჭოთა სისტემას საბოლოოდ და გადაერთნენ ევროპაზე რა და ესთან ბალტიის ქვეყნებში მდებარეობის გამო მოხდა ეხლა ამერიკა-კავკასიის სამი ქვეყნის ან მდებარეობა წარმოვიდგინოთ ან ერთმანეთთან დამოკიდებულება წარმოვიდგინოთ გეოპოლიტიკა ის პრობლემები რაც აქ არსებობს ტერიტორიული მათ შორის და ხა შევადაროთ ჩვენ სად ვართ და ისად ვართ და რომ დადგა ეს დრო და ეს რისკი უცებ რომ გაიზარდა აღმოჩნდა რომ აბა რა გიცავს და აღმოჩნდა რომ შენი ეროვნული ინტერესი არის გადარჩენა სახელმწიფოებრიობის შინარჩუნება, მშვიდობის შინარჩუნება და არა აი ეს რა ქვია რომ ჩამოდიან ბალტიელი. კი, ამას დაარქვეს პრორუსულობა. ამას ქვია პრორუსულობა. ხო, ამას დაარქვეს პრორუსულობა. ეხლა იმას რაც შეეხება, ხო, ეს ბალტიის ქვეყნების გამოსვლას ამ ბრელის ენერგოსისტემის ზონიდან ეს არის ბელარუსი, რუსეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია. ეს ჯერ კიდე არ ვიცით როგორ აისახება მთლიანობაში ერთი ბალტიისპირეთის ენერგო ასე ვთქვათ მდგომარეობაზე, ენერგეტიკაზე მთლიანობაში და მეორე თავის დროზე იყო ხო საუბარი იმაზე რომ აი ჩრდილოეთი ნაკადი რა შეჭirdება გერმანიას, არაფერი სარგებელი მას არ ექნება, მერე ბოლოს იქამდე მივიდა საქმე რომ ააფეთქეს ეს გასადენები, თუმცა ნუ დაგვაწყდება რომ 4 ასე ვთქვათ მილსადენიდან 1 ფუნქციონირებადია და შესაძლებელია რომ ფუნქციონირება გააგრძელოს, უბრალოდ ამაზე პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. უბრალოდ ხედავთ იმას რომ საბოლოო ჯამში ასეთი ენერგოპოლიტიკა და ესეთი დამოკიდებულება რომ მე ესე იგი რუსული დენი არ მინდა და რუსული გაზი არ მინდა ისევ ვნებს ადრესად ქვეყანას. მივიღეთ ის რეალობა, როდესაც აგერ გერმანიაში წამყვან ესე იგი ავტომწარმოებლებს აქვთ გაყიდვებში კლება უამრავი მიზეზის გამო, მაგრამ ერთ-ერთი არის იაფი ენერგორესურსების არარსებობა. ხედავთ იმას, რომ არის უზარმაზარი პოლიტიკური კრიზისი, რაც შექმნილი არის აი ამ რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან, იგივე ხდება საფრანგეთშიც და საბოლოო ჯამში საფრანგეთის და გერმანიის მდგომარეობა განაპირობებს საერთო ევროპულ აი ამ ქაოტურ მოცემულობას, სადაც ხედავთ, რომ ეს ევროკავშირი ნამდვილად აღარ არის 5 და 10 წლის წინანდელი ევროკავშირი, როდესაც საბოლოო ჯამში მაშინ ყოველი შემთხვევისთვის საერთო პოზიცია მაინც ჰქონდა ევროკავშირს და ევროსტრუქტურებს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით. ეხლა რატო ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე? ესეთი მიდგომა მთლიანობაში პოლიტიკის მიმართ, ასე ვთქვათ, პოლიტიზირებული ენერგოპოლიტიკა, პოლიტიზირებული ზოგადი ქვეყნის შიდა პოლიტიკა, პოლიტიზირებული ეროვნული ინტერესები და ეროვნული ინტერესების და სახელმწიფო ინტერესების მორგება პოლიტიკურ ინტერესზე. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის დამღუპველი. ხო, დამღუპველი იყო ჩვენთვისაც, ბუნებრივია, უბრალოდ კარგია რომ აქედან გამოვედით და კარგად იმუშავა ამ ყველაფერში საბოლოო ჯამში ისევ აი ამ 2022 წლის პროცესმა, სადაც უბრალოდ ძალიან კაფიოდ დავინახეთ, რომ რეალურად შენი ყველაზე თურმე ახლო სტრატეგიული მოკავშირე ხელს გკრავს იმ მდგომარეობისგან, რაც დღეს არის უკრაინაში და ვინმეს მოსწონს ახლა უკრაინაში ნახოს დღევანდელი მოცემულობა რა არის და როგორია,
აღარ მაქვს საუბარი როგორი მდგომარეობაა მობილიზაციის კუთხით. რამდენი არის გაქცეული ქვეყნიდან იმის გამო რომ უბრალოდ მობილიზაციას დაემალოს. რა მდგომარეობაა ჯარში, რა მდგომარეობაა სახელმწიფო სტრუქტურებში, რა მდგომარეობაა ზოგადად ქვეყანაში. როგორია დემოგრაფია, როგორია ეკონომიკური მაჩვენებლები. ხო, ეს არის ტრაგედია და ეს არის კატასტროფა, რაც იქ ხდება და შესაბამისად ეს მაგალითიც ჩანს, რომ როგორია სამყარო. ჩვენი დრო ამოიწურა იოანე, დიდი მადლობა. პირიქით მადლობა მოწვევისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნელ-ნელა ჩვენ გადავიდეთ აი ამ პროცესში, რომ დავინახოთ, რომ არსებობს ეროვნული ინტერესი და სიმულაციური აღარ იყოს პროცესი. მთელი რიგი ადვოკატირებისა, აი რაღაცა მოწყვლადი ჯგუფები და ეს რაღაცებს ლაპარაკობენ, იმიტომ არსებობს პოლიტიკური პარტიები. იმიტომ არსებობს არჩეული დეპუტატი, თუნდაც ოპოზიციიდან იყოს, ის არის ძალაუფლების მქონე, იმისათვის რომ ამის ლობირება მოახდინოს, მაგრამ როდესაც საკმაოდ რევოლუციური სცენარია ჩართული და მეტი არაფერი და იმის ნაცვლად რომ თქვა რაღაცის წარმომადგენლობით ესარგებლად და მე მიეხედათ თავისი დღის წესრიგისთვის ამას ეს ვერ შეცვლის ესე ვთქვათ. მადლობა მოკლედ კიდევ ერთხელ ჩვენი გადაცემა დასრულებულია, ჩვენ ეთერში დავბრუნდებით ხუთშაბათს გემშვიდობებით დროებით.